გამარჯობა. მოკლედ ბანალური საუბრებისთვის ვერ მოვიცალე და ეხლა მინდა გესაუბროთ და გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ყველაზე საყვარელ თემასთან დაკავშირებით, რაც არის ქართული სამზარეულო, ზოგადად სამზარეულო, მაგრამ ქართულზე მინდა შევჩერდე დღეს და ქართული ღვინო, როგორ ხდება მათი პოპულარიზაცია და როგორ არის წარმოდგენილი ამ ქვეყანაში, კერძოდ ნიუ-იორკში, ქართული სამზარეულოს და შედევრები, ასე ვთქვათ, და ღვინო. მოკლედ, მე ვინც მიცნობთ, იცით რომ ეს სფერო ჩემთვის ძალიან საყვარელი, ძალიან საინტერესო სფეროა და მეცაც გეტყვით, გარდა იმ რაღაც კონკრეტული გამოცდილებისა, რაც წარსულში მქონია, მას შემდეგ სულ ვსწავლობ ამ მიმართულებას და ოდესმე აუცილებლად შეგატყობინებთ, რომ მე ამ სფეროში დავიწყე საქმიანობა. ანუ საკუთარ თავს ვხედავ აი ამ სფეროში. როგორც რესტორატორი, საავტორო რაღაცეებით მოკლედ. ღვინოზე კიდე ცალკე შეიძლება საუბარი და არ მინდა რომ რაღაცნაირად ხა ჩემი ხედვები და ჩემი ემოციები ღვინოსთან დაკავშირებით ამ წუთას და ამ ვიდეოში გაგიზიაროთ, თუმცა ზოგადად გეტყვით რომ არც თუ ისე საინტერესოდ არის საქმე ამერიკაში. მიუხედავად იმისა, ანუ ქართული სამზარეულოს თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინსა და მანჰეტენზე, ეს ის ადგილებია, სადაც მეტნაკლებად კი არა და უკვე თითქმის 4 წელია ამ მიმართულებით, ესე ვთქვათ, ვაკვირდები ამ სფეროს. იმაზე მეტია შეიძლება ითქვას ქართული რესტორანი, ვიდრე წარმოგიდგენიათ და ვიდრე წარმომედგინა და იმაზე მეტად ჭრელია სიტუაცია, ვიდრე მართლა როდესმე წარმოვიდგენდი. ყოველ მეორე რესტორანს აქვს პრეტენზია, რომ საუკეთესოა. ეს ახლა ისეთ თემაა, ხო? უნდა და კონდეს. მაგრამ ასევე ყოველი მეორე რესტორანი აკეთებს საოცრებებს. აქ საუბარია იმაზე, რომ პირდაპირ გეტყვით, ჩასაფრებული არ ვარ, პირიქით გულშემატკივარი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ აი რამდენჯერაც არ მომეწონა რაღაც გამოვიწერე, მაგალითად, ან ონლაინ შევკვეთე და მომიტანეს თუ ადგილზე გავსინჯე, იმაზე ბევრად მეტჯერ კიდევ ვცადე და ანუ შანსს ყოველთვის ვაძლევ, რომ ხო იქნებ რაღაცა დღეს არ იყო და ხვალ არ არის და რაღაც. მაგრამ ასე არ არის. ამ ქვეყანას ისევე როგორც ალბათ სხვა ქვეყნებსაც, ხო, აქვს თავისი სპეციფიკა პროდუქტებთან და ინგრედიენტებთან დაკავშირებით და არ არის მარტივი ქართული, ვთქვათ, საქართველოში, რასაც ვყიდულობდით და რასაც ჩვენი ხელი, თვალი და გემო მიეჩვია, ის ყველაფერი ერთ-ერთში მარტივად დასვა ამ ქვეყანაშიც, ნამდვილად არ არის ასე და ჩვენი ყველაზე ესეთი საფირმო თუ რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი კერძი ხაჭაპური არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ფქვილია, ძალიან ბევრი სახეობის ფქვილია და ძალიან ბევრი მცდელობა გჭირდება იმისთვის და ექსპერიმენტი, რომ ეს კონსისტენცია დასვა და ის ფაქტურა მიიღო, რომელიც უნდა გქონდეს ხაჭაპურს. იგივე ხდება ყველზეც. ყველიც ძალიან ბევრნაირია, უბრალოდ ეხა იმერული ყველი და საზანოს ყველი აქ ნამდვილად არ იყიდება, შესაბამისად უნდა ეძებო და ეს დამიქსვა უნდა გამოგივიდეს, უნდა შეძლო. თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ეს ყველაფერი შენ იცი და შენ ესე ვთქვათ, სწორ პროდუქტს შექმნი და სწორად, ესე ვთქვათ, დაიწყებ ქართული კერძების მზადებას. თუ იმაზე საუბრობთ, რომ სახლში ყველა ამზადებს, კი ბატონო, ზუსტად მაგდონეზია, ალბათ რესტორნების, ქართული რესტორნების და საცხობების 85%, რომ სახლში ყველა ამზადებს და რასაც სახლში ვამზადებთ, იმას ხო ვჭამ ჩვენი ოჯახის წევრები. აი მაგდონეზე შეგვიძლია განვიხილოთ. არის უცნაურობები, ბევრი უცნაურობაც შეგხვდება, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაინც მაბრაზებს ძალიან უხეში ჩარევები, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მოდერნიზებული და გაახლებული რეცეპტი ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება ქართული კერძებისგან და ვგულისხმობ იმას, რომ უამრავ ახალს დაამატებ და სირთულე ზუსტად იმაშია, რომ ავთენტურობა შეინარჩუნო და არ დაკარგო გემო. ანუ ის რაც არის, ის სახელი უნდა დარჩეს
და ის შენი ახლებური ხედვით უნდა რაღაცნაირად გააცოცხლო, გააახლო, ახალ გემოვნებებზე მოარგო. ახალი ტიპის მომხმარებელს მოარგო თუნდაც. რომ მოსაბეზრებელიც არ იყოს, მაგრამ ეხლა რაც შეეხება ხაჭაპურს არის ერთი აქსიომა, რომ ცომი უნდა გავდეს ცომს და არ უნდა იყოს ან რეზინივით, ან რაღაცნაირად როგორც კი გაგრილდება გაურკვეველი ალბათ უფრო მივამსგავსებდი ბერძნული ლავაშის კონსისტენციის. ყველი რომელსაც მოიხმარენ სანამ ცხელია კიდე არა უშავს, როგორც კი გაგრილებას იწყებს, დიდი რისკია, რომ ისე გადაგცდეს, რომ ვერც გაწყვიტო, ანუ ეს წელვადობა, დაუსრულებელი წელვადობა, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ გადასარევია, არა, იმას ნიშნავს, რომ სხვა ყველს ხმარობ და ეფექტს ახდენს ვიზუალურს, მაგრამ გემოთი არაფერი და რო ცივდება, გონია რომ რაღაცა ხაჭაპური, ანუ ცომში დევს რაღაც ისეთი მასა, რომელიც არის გადამდნარი და გაციებული, არანაირად ყველის ფაქტურა არ იგრძნობა და ის გემოები მით უმეტეს არ იგრძნობა, რაც უნდა გქონდეს. ხაჭაპურით ცივიც უნდა იჭმეოდეს და ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შეფიცხებული ხაჭაპურიც თავის არომატს და გემოს უნდა იბრუნებდეს. ეს სამწუხაროდ არ ხდება. მესმის, რომ რთულია, მაგრამ ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ ძვირია ქართული სამზარეულო ამ ქვეყანაში. ერთი მიზეზი მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითღირებულება ძალიან მაღალი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ის ინგრედიენტები და რამდენი ინგრედიენტსაც ჩვენ მოვიხმართ თითოეული ქართული კერძის გასამზადებლად, საკმაოდ ძვირად ღირებულია. და ეს ერთიანობაში გვაძლევს მაღალ ფასს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მომხმარებელი არ ყავს. ანუ ინტერესიც არის. სულ უფრო და უფრო მეტი ამერიკელი გესაუბრება უკვე ხინკალზე, ხაჭაპურზე, ანუ მოხდა რაღაცნაირად ამ ინფორმაციის გავრცელება და ბევრმა, განსაკუთრებით იმათმა, ვინც დაინტერესებული არიან სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოთი და კულტურით და ასე შემდეგ, ბევრი კითხულობს და ბევრი სინჯავს აგემოვნებს. თუმცა, რო გითხრათ, რომ რას ვთავაზობთ, ცოტა უცნაურს, იმიტომ რომ სადა დედამიწასავით განსხვავდება ის, რასაც უმეტესწილად ვამბობ და არა ყველგან სთავაზობენ მომხმარებელს. ქართულ მომხმარებელს რო არენდობი, როგორ არაფასებ ქვია ჩემთვის, იმიტომ რომ როცა მე ვყიდულობ თუნდაც სიტყვაზე, ხარა შვეშია, შეიძლება ქართული საერთოდაც არ არის, მაგრამ ეს ტრადიციული ოსტრი, რომელიც თქვა ჩვენ საქართველოში ასე ვთქვათ, ამზადებ და ყველგან არის და ყველამ ვიცით რაც არის, როცა ოსტრს ვუკვეთავ და მომდის ერთი შეხედვით გავს ოსტრს, მაგრამ პირველივე ლუკმისთანავე გრძნობ, რომ ხორცი ცალკე იყო მოხარშული და დაჭრილი და გაციებული, რა ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში, ცალკე იყო соуსი მომზადებული და მე ეს ყველაფერი ერთად როდესღაც, ანუ შეკვეთის შემდეგ მოხდა ამის ყველაფრის არევა და ალბათ მიკროტალღურში 1 წუთი, ანუ რა ვიცი, 1 წუთი ალბათ გაცხელება და კონტეინერში ჩასხმა გამოგზავნა. პირდაპირ გეტყვით, რომ ცალ-ცალკე გარბის ეს გემოები. ეს არ არის საკმარისი. ტექნოლოგიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო და ვინც ვიცით როგორ კეთდება და რა არომატი უნდა კონდეს და რა გემო უნდა კონდეს, აი აქედან გამომდინარე, ცოტა გულგატეხილები ვართ და ცოტა შეურაცხყოფილებიც მე პირადად. ასევე როდესაც ამბობ, რომ ნიგვზიანი ქართული კიტრი პომიდრის სალათი არის ნიგვზით, უნდა იყოს ნიგვზით და მაიონეზი არ უნდა დაუმატო, იმიტომ რომ ნიგოზი, ასე ვთქვათ, შეამცირო, იმიტომ რომ კონსისტენცია უფრო ისეთი სველი მიიღო, რასაც ხა ტექნოლოგიების სწავლებას და გაზიარებას არ ვაპირებ, ხა რა ვიცი და რა არ ვიცი, როცა მე ჩემ რესტორანს გავაკეთებ, ან ჩემი, ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთი მექნება ეს ამ სფეროში ჩემი ნაბიჯები, აუცილებლად იქ გავაკეთებ და იქ დაგპატიჟებ და იქ მოდით და დააგემოვნეთ, მაგრამ მაიონეზი საერთოდ არ წერია არც ერთ ქართულ კერძში და ეს საერთოდ დიდი გაუგებრობაა მე თუ მკითხავ და მით უმეტეს კიტრი პომიდრის სალათში, მარტო იმიტომ რომ ცოტა სველი გახადო და ნიგოზი დაზოგო. ასევე როდესაც კიტრი პომიდრის სალათზეა საუბარი, ამ ქვეყანაში კიტრი ბევრად უფრო იაფია ვიდრე პომიდორი, შესაბამისად, ვთქვათ, ერთ პორციაში ხდებით კიტრ ნახევარს და ნახევარ პომიდორს, რომელიც არის თავზე 4-5, ან ნახევარი პომიდორი, როგორც შეგიძლია რომ დაჭრა, ეხა რამდენ ნაჭრად დაჭრი ალბათ, საშუალო პომიდორზეა ლაპარაკი, იმაზე არ ვამბობ, ეხა ხარის თვალაზე თუ ხარის გულაზე, ბოდიში. მოკლედ,
გვატყუებთ, მაგრამ ვერ ვტყუვდებით და შესაბამისად არ არის სწორი ეს ამბავი. უნდა ეცადოთ და უნდა ატაროთ ექსპერიმენტები და ტექნოლოგია დახვეწოთ, თუ კი გაქვთ პრეტენზია იმისა, რომ გერქვათ ქართული რესტორანი და ემსახურებოდეთ ქართულ სამზარეულოს. ბევრ რამეზე შეიძლება ილაპარაკო. ლავაში, ხო, აი ლავაში და შოთის პური მართლა აი მარტო იმიტომ რომ ფორმა აქვს და სახელი ქვია, არაფერს არ მაძლევს მე პირადად. ლავაში რასაც ქვია თავისი აი ეს სტრუქტურით, ცოტა ოდნავ წელვადი და ცოტა ოდნავ თითქოს სველი შიგ თავსით ხელი და ამ დროს კნაწუნა და წკაპუნა ძირზე და ამ ორ კონდიცია შორის მოსული თუ მოთავსებული თუ გამოსული ცომი ხა ლავაშს ვის უხსნი ხო ყველამ ვიცით როგორიც უნდა იყოს ლავაშიც და შოთის პურიც არც ერთი არ გავს არც ერთს უბრალოდ აქვს ფორმა და მეც საწყვეტვით ფორმასაც კი ვეღარ აძლევენ რაღაცა უცნაური ფორმაა იმიტომ რომ ფქვილი არის არასწორად შერჩეული იმიტომ რომ ცომს ვერ ამზადებენ ისეთი ფაქტურისას, რომელი ფაქტურაც სჭირდება ლავაშს. ნუ მე უკვე ცალკე თემაა, სად აცხობენ, ხო? თუ არ გაქვს თქვათ ისეთი, ნუ ხა თონე შეიძლება არ გქონდეს, შეიძლება თუ მოინდომებ გქონდეს. თუ მოინდომებ ყველაფერი შეიძლება გქონდეს და თუ გინდა რომ ეს ასე იყო, მაგრამ იცი არის ყველაფერზე მაღლა ალბათ ის დგას, რომ რაც შეიძლება პატარა დანახარჯით მეტი შემოსავალი მივიღოთ. მე ხა ესეც მესმის ნაწილობრივ, მაგრამ ბოლომდე არა, იმიტომ რომ არის რაღაცები, რასაც უბრალოდ არ უნდა შეეხო. იმიტომ რომ საკმარისად ბევრი იტალიური პური ამ ქვეყანაში არც ერთ პურზე ნაკლები და ძალიან გემრიელი და ძალიან კარგი პური და არტიზანულიც და მოკლედ უყურობა არ ჭირს ამ ქვეყანას, ამიტომ ამ ლავაშს რატო ვეპოტინებით თუ რატო ეპოტინებით მე რას ვეპოტინებ, რატო აკეთებენ ლავაშს, რატო აცხობენ გაზის ღუმელში მაგალითად ან არ ვიცი რომელიც მარტო ფორმასაც ვერ აძლევენ ლავაშისას და შოთისას არის რაღაცნაირი და ნუ რო ჭამ არის ჩვეულებრივად ისევ გავმეორდები ყველაზე მეტად მიახლოებული არ ვიცი რატო გამოზდით ასე აი ეს ბერძნული ლავაშები რო იყო გახსოვთ ხო ალბათ ესეთი სქელი ოვალური ფორმის აი ამ კონსისტენციის არის და ამ ფაქტურის არის ამიტომ ამას ლავაში არ ქვია აი ლავაში ნამდვილად ძალიან მენატრება იმიტომ რომ ეს ის არის რომელსაც სახში ვერ ვაცხობ თორე სხვა ყველაფერს ვახერხებ და გავაკეთებ სახში და თუ ძალიან მენატრება საკუთარ თავს ვცემ პატივს და აი აქვე ვიტყოდი რომ საერთოდ კულინარია და სამზარეულო და საერთოდ არის საკუთარი თავის პატივისცემა და თუ ადამიანი ამას ასე არ უდგება და უდგება მხოლოდ შიმშილის დანაყრების თუ დაკმაყოფილების ასე ვთქვათ საშუალებად, ნუ ეს უკვე მაშინ ყველა რესტორანი და ყველა ქართული რესტორანი მათ შორის არის ძალიან კარგი მათთვის და შეუძლიათ შევიდნენ ჩაისხან საწვავი და ამ კატეგორიაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ადამიანებზე, ვისაც აი ეს აყვანილი აქვთ რაღაცნაირად საკუთარი თავის პატივისცემის დონეზე და საკვები არის საკუთარი თავის პატივისცემა. ჩემთვის ასეა. აქვე გადავალ ახლა ქართულ ღვინოზე. ღვინო უამრავი წარმოებლის ღვინო იყიდება მაღაზიებშიც, რა თქმა უნდა, ქართულს გულისხმობ. მაღაზიის ლიქიორ სტორებსაც სადაც იყიდება, ესე ვთქვათ, ღვინო და ალკოჰოლური სპირტიანი სასმელები, მათი გამყიდველები, როგორც წესი, საერთოდ არ დარდობენ, რას ყიდიან. ანუ, როდესღაც რომ დისტრიბუციამ მოიტანა და ვთქვათ საინტერესო ფასი დაუსვა აიღო და იმან უთხრა რომ მოთხოვნა იქნება ან არის და ასე შემდეგ და ნუ დადო და ყიდის იმას არც ისიც ხშირ შემთხვევაში ისიც არ იცის სად არის ეს ქვეყანა რატო არის ვთქვათ ან რა ტიპის ღვინოები აქვს ამ ქვეყანაში ამათ თავი დავანებოთ ესენი ისედაც ყიდიან და არადარდებთ მოკლედ ეს შენი ღვინოზე საუბარი იმიტომ რომ ეს ის კატეგორია არ არის ნუ ძირითადად ყოველ შემთხვევაში ბრუკლინში ღვინის მაღაზიების მფლობელები არიან ჩინელები კორეელები აი სადღაც აი ამ ტიპის ასე ვთქვათ ამეროვნების წარმომადგენლები და ყიდიან რა მაგრამ როცა ლაპარაკობთ ქართულ რესტორანზე სადაც შენ ყიდი ქართულ ღვინოს და შენმა მიმტანმა არაფერი იცის ამ ღვინის შესახებ ესეც ძალიან არასწორია არაპოპულარულია ნამდვილად იმიტომ რომ მარტო ის რომ კარგი ღვინოა ან მარტო ის რომ შავია ან თუ წითელია ბოდიში ან თეთრია ან
არაფერს არ მაძლევს და მე კი არა უცხოელს საერთოდ არაფერს არ მისცემს, იმიტომ რომ მე ის მაინც ვიცი სახელს რო წავიკითხავ, რას უნდა ველოდო ვთქვათ ამ ღვინისგან, ყურძნის ჯიშს რო წავიკითხავ, მაგრამ იმან ესეც არ იცის, ხო? ну საკმარის დროს არ უთმობენ, ამ დროს ძალიან საინტერესოა სწორი შეთავაზება, რა კერძთან რა შემომთავაზო, რა გაქვს, რაც არ გაქვს, ის რითი ჩამინაცვლო, ისე რომ კმაყოფილი დამტოვო და თან ახალი რაღაც გამასინჯო. არაფერი, მსგავსი არაფერი არ ხდება. ელაპარაკები, ყოველთვის ვეკითხები, ველაპარაკები, რა თქმა უნდა ღიმილით და არა იმიტომ რომ მე ტიპობ, არა, აი ძალიან მინდა რომ წამომყვეს, მიხვდეს, რომ თქვათ მეორეთაც რომ მივიდეს ვიღაც და კითხოს და მე ერთი-ორჯერ გავაკეთე ესე რომ მეორეთაც მივედი ვიკითხე, აბსოლუტურად იგივე სიტუაცია დამხვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთია რომ დაღლილები არიან გავიგე, მიმტანებიც ასე ვთქვათ, ადამიანები არიან, რა თქმა უნდა, ამიტომ მათ ამას არავინს თხოვთ, რომ მოსთხოვონ, ისინი აუცილებლად ისწავლიან, იმიტომ რომ ეს ვალდებულებითი ნაწილია, განსხვავებით ნებისმიერ ამერიკულ, ასე ვთქვათ, ადგილობრივ კარგი დონის რესტორანში რომ შეხვიდე, აი მიმტანი დისერტაციას დაიცავს ღვინოზე, რომელიც შეიძლება გასინჯულიც არ ქონდეს და დიდი ალბათობით ასეც ხდება ხოლმე, უბრალოდ აი იცის, წაიკითხა, უთხრეს, სწორად ასწავლეს პრეზენტაცია და ეს ძალიან მომგებიანია. და მithumetes ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ხომ საერთოდ, როცა აქ გამოგაქვს და რამხელა მნიშვნელობა აქვს, ხო, ამერიკულ ბაზარს ქართული მეღვინეებისთვისაც. ამიტომ ყველაფერი ერთად არის, თითქოს ყველაფერი არის, მაგრამ მივიტყოდი რომ არაფერიც არ არის. ანუ ძალიან ბევრი რამე აკლია იმას, რაც ისეთობას, როგორიც უნდა იყოს. ძალიან როგორ ვთქვათ, გული მწყდება ერთის მხრივ, ხო, დამოკიდებულებაზე მწყდება გული, იმიტომ რომ როდესაც პრეტენზია გაქვს, რომ ხარ ძალიან სვეტსკი, cool რესტორნის პატრონი და შენ თვითონ ხარ cool, უნდა ეცადო, რომ ეს cool გადავიდეს, იმიტომ რომ პერსონალურად ყველას დიდი პატივისცემა ჩემგან, არავის არ გიცნობთ და არავის არ ვიცნობ ასე, მაგრამ იმის იქით მე თქვენი cool-ობა ყოველთვის მე როგორც მომხმარებელმა უნდა დავინახო თქვენს სერვისში, თქვენს ხარისხში და თქვენს დამოკიდებულებებში. ამიტომ ფული ვაკეთოთ, კარგია, კარგი საქმით ფულის კეთებას ხო არაფერი არ ჯობია და მithumetes როცა ლაპარაკობ ქართულ სამზარეულოზე და ქართულ ღვინოზე და გაქვს ამისი ფუფუნება, რომ აი აქ იყო, ამ სფეროში იყო, უნდა აუცილებლად იყო იმ სტანდარტით, როგორცაც იმსახურებს ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო. ცალკე თემა რას უხდიან მზარეულებს, როგორ გარბიან მზარეულები ქართული რესტორნებიდან, იმიტომ რომ ჩვეულებრივ არაფრით არ განსხვავდება მზარეულის ხელფასი, მაგალითად მოხუცის მომვლელის ხელფასისგან, ხო? იქ ხო შემოქმედებითობა უნდა იყოს, იქ ხო სხვა ტიპის შრომა, ამას ხო ბევრად მეტი ფული მოაქვს, ხო, ბიზნესისთვის. მზარეულის შრომას მოაქვს ძალიან დიდი ფული ბიზნესისთვის. მასზე დგას ბიზნესი, ხო? ამას რო არაფასებ, დამხმარეს არა უყვან. და ეს მარტო ქართულ რესტორნებში ხდება, იცით? ანუ ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ ერთი სახეობის, ვთქვათ, მზარეულს, შეფს სჭირდება მინიმუმ 2 დამხმარე უნდა ყავდეს. და ეს არის მინიმუმი. ერთიც არ აყავთ. ან ერთი ყავს 3 მზარეულს. და რა გააკეთოს იმ ერთმა რა უყოს, ხო? და თვითონ მზარეულებს რა ხელფასსაც უხდიან, ეგეც ცალკე თემა. მე ძალიან კარგად ვიცი რა ხელფასი აქვს უცხოელ მზარეულებს, უცხოურ რესტორნებში და როგორი დაფასება აქვს და ასევე კარგად ვიცი რას უხდიან ქართულ მზარეულებს. აქედან გამომდინარე, მე არის უკვე თვითმარქვიაობაც, იმიტომ რომ სახლში კარგად ვაკეთებდი, ამას არ გამოვრიცხავ, შეიძლება მართლა ძალიან ბევრი ტალანტი იყოს სახლში და აი გამოვიდა და ძალიან მაგარი კერძებიც აკეთოს. ამას კი არ ვამბობ. ძალიან კარგი რომ ადამიანები ასე ცდილობენ და შედიან სამზარეულოში, მაგრამ იცით რატო შედიან პირველ რიგში? იმიტომ რომ სხვა ყველა დანარჩენთან ერთად ამასაც მოიაზრებს როგორც მის უნარს. თორე პროფესიით მზარეული, ანუ თუ ვინმე არის პროფესიით მზარეული, ამ ხელფასზე, ამ ქვეყანაში რასაც იხდიან ხელფასზე და თან როგორ გელაპარაკებიან ხშირ შემთხვევაში, იცი რომ, ნუ ეს არაფერი არ არის, იცი, აი ესე არ არის, ისისი არ არის. არ შეიძლება ასე. ყველაფერი არის ზუსტად ისე, როგორც წერია, როგორც შეიქმნა, რა იდეაც დევს. იმიტომ რომ შენ ფული გააკეთო ბიზნესის მფლობელმა და მეპატრონემ და გამიუბრალო ჩემი დამოკიდებულებები, არა. მაგრამ მეორეს მხრივ ეთქვა სხვა გზაც არ არის და თან ხვდებიან იმაზე, რომ
რა ვიცი მე აკეთონ ისპანახი თუ რა ქვია ხო ისპანახის და ფხალეულობის დაფა აკეთონ ან მხოლოდ ნივრით ან საერთოდ არაფრით ანუ ასეთ რაღაცებს აკეთებინებენ პლუს იცით შქმერულს რა უნდა იმაში რა ქვია მაგას მაინც ვიტყვი რაჭველი ვარ ბოლო შქმერულს რა უნდა მაიონეზში რა უნდა მაიონეზის მაწვნის და არაჟნის соуში ერთად და საერთოდ თუ არიცი ამის კეთება რომ დაანებო თავი ჯობია იმიტომ რომ გაურკვევლობაა და იცით კიდე რა არის მნიშვნელოვანი აი რომ შეჭამ შეიძლება იმ წუთას გემომ ძალიან როგორ გითხრა მოატყუო ვიღაცა და ჭამა და სხვა რამე ჭამა მაგრამ ნუ კი ბატონო შქმერული ეგონა მაგრამ ის უკან რო წავა სახლში რო წავა შეგრძნებებზეც ხომ უნდა იფიქრო რა შეგრძნებებს დაუტოვებს საჭმელი ხომ წესით საჭმელს აქვს აი ეს უნდა გქონდეს კიდე რომ შენ აი სუბუქად უნდა გძნობდე თავს ანუ მიუხედავად იმისა რომ იმ წუთას ძალიან ნოყიერი იყო რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა გაქრეს ეს ყველაფერი ეს სინოყივრე უნდა გააქრეს უნდა დაგრჩეს რაღაცა კარგი სასიამოვნო გემოებიც და შთაბეჭდილებებიც და ყველაფერი ეს ხო არ არის მართლა მარტო საჭმელი ჩავიყაროთ დაანებეთ თავი და ნუ აწვალებთ ქართულ კერძებს იმიტომ რომ ეცადეთ გააკეთოთ სწორი აქცენტები მე არა ვარ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩაასაფრებული, მაგრამ საკმარისად მაღალ ფასს ვიხდით იმისთვის, რომ ჭამოთ ნიგზიანი სალათი კიტრი პომიდურის, ან ჭამოთ ხაჭაპური, ან მივირთვათ, რა ვიცი მე, ჩაკაფული და ასე შემდეგ. ამისთვის ვიხდით ფულს და ამიტომ კეთილინებეთ და მოამზადეთ და იმისთვის, რომ კარგად მოამზადოთ, კარგი მზარეულები უნდა გყავდეთ. კარგი მზარეულებს ღირსეული ანაზღაურება უნდა მისცეთ და არა ისე, რომ თქვენ აქ ძალიან კარგად იყოთ და ის ახალი ჩამოსული ადამიანები ცხოვრებასთან ჭიდილის გამო და მეტი შანსის არ ქონის გამო ფაქტიურად გემონებოდნენ. ძალიან მძიმე შრომაა მზარეული შრომა, მით უმეტეს დამხმარეების გარეშე. ასე რომ ბევრს გავაგრძელებდი კიდე, ნუ ნამსხვრევს არ გავს და ამას ცალკე მიუძღვნი კიდე თემას. მოკლედ, ბევრი სამზარეულო კი არა, ბევრი ქართული რესტორანი გვაქვს, ბევრი ქართული საწყობი გვაქვს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, იშვიათი გამონაკლისის გარდა არც ერთი არ უქნია ღმერთს. იმას აღარ ვლაპარაკობ, რა მუსიკას სთავაზობს ზოგიერთი კიკინე და რაღაც რა ის კიკინე, რა დროს კიკინია, ვიზე თვლი. თუ ქართველებზე თვლი, მაშინ ცოტა მეტად გვენდე ყველას, ხო რა? მე რა კიკინეს რატომ ასმენინებ? საწერ, რა მუსიკაა კიკინე? საიდან გაჩნდა საერთოდ, ხო? და ეს ფანოღი რატო უნდა იყოს, თქვათ, თუ ეგრეა, მაშინ დააწერეთ, ან თქვი, რომ ეს არის მხოლოდ იმათთვის, ვინც ფანოღს უსმენს. მე რომ მინდა ჩემი სტუმრები მოვიყვანო და რაღაცა გავასინჯო, სიტუაციაც მაინტერესებს. ქართული ქალაქური სიმღერები, რაც სუფრას სჭირდებოდა, ხო? აი, ისეთი რაღაცა უნდა გააკეთო, რომ ვიღაცამ სიახლით ახალი გაიგოს და მოისმინოს და ცოტა რაღაცა მელოდიამაც დააფიქროს და მე იმ მელოდიაზეც შეიძლება ელაპარაკო და ასე გააკეთო პოპულარიზაცია შენი კულტურის. ამიტომ მოკლედ ახლა ნამეტანი კრიტიკული კი ვიყავი, მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემი შეხედულებაა, ეს ჩემი სფეროა, რომელიც ძალიან მიყვარს და აი ეს ის სფეროა, რომელშიც უბრალოდ ვერასოდეს ვერ ვარ ლოიალური. რა ვქნა, თუ არ მომწონს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაინც ვყიდულობ ხოლმე, შანსებს ყოველთვის ვაძლევ, მაგრამ ასე იმიტომ კი არ ვიქცევი, რომ გემოვნება არა მაქვს, ან პრეტენზია არა მაქვს, ძალიან დიდი პრეტენზია მაქვს იმისი, რომ ძალიან კარგი დეგუსტაციაც ვიცი და ზუსტად ვიცი, რას რა გემო უნდა გქონდეს და თუ კი ვინმე გადაწყვეტს, რომ რაღაცა შეცვალოს, აი მანდაც ძალიან კარგი ინტუიციაც მაქვს და ძალიან კარგი რეცეპტორებიც და ძალიან კარგი ხედვაც, სადამდე შეიძლება შეცვალო რაღაც და სად უნდა დაანებო თავი. მოკლედ, აი ესე ბანალურად შემოდგომის საკეიფო ამინდია ალბათ ხო საქართველოში რო ვიყოთ ალბათ მწვადის ამინდს დავარქვევდი ამ ამინდს იმიტომ რომ ესეთი ფოთოლცვენა გრილა ზეცარი ერთი ჭიქა ღვინით ხელშიც რო ყოფილიყავი ალბათ უფრო თემატური იქნებოდა გაკოცეთ აბა თქვენიცით ბედნიერად შეგიძლიათ დამიკომენტაროთ თქვენი ხედვა თქვენი შეხედულებები ქართული სამზარეულოს მიმართ და დამოკიდებულებები რაც თავარია ნახვამდის